გამარჯობა მეგობრებო, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ წინა ვიდეოზე გამოხმაურებისთვის, რადგან მას ჰქონდა ჩემთვის ძალიან ბევრი ნახვა, ლაიქი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან უსაზღვროდ დიდი мотиваცია, ზოგადად იუთუბერებისთვისაც და დამწყებისთვის ხომ საერთოდ. ასე რომ თუ ამ ვიდეოსაც ძალიან ბევრი ნახვა და ლაიქი ექნება, ძალიან მადლობელი დაგშებით და მაშინვე გამოვუშვებ ვიდეოს. თუ დაუშვათ 80 ნახვაზეავა, ეგრევე გამოვუშვებ შემდეგ ვიდეოს. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ იგივე რუბრიკაზე, ცნობილი შედარებების განხილვაზე და დღევანდელ, ასე ვთქვათ, ვიდეოში განვიხილავთ ორ ძალიან დაძაბულ ანიმეს, სიკვდილის ღიურს და კოდი გიას და თან ყველაზე საინტერესო ამ ორთა ბრძოლაში ის არის, რომ როდესაც გამოვიდა სიკვდილის ღიური, თუ სწორედ მახსოვს 4 ოქტომბერს. მას შემდეგ ზუსტად 1 დღე გავიდა, არც მეტი, არც ნაკლები, განა 1 წელი და 1 დღე, 2 წელი და 1 დღე. ზუსტად 1 დღის შემდეგ გამოვიდა კოდი გიასი და თან ძალიან გვანან. მოდი დავიწყოთ ამ ორი ანიმეს შედარება. ერთ მხარეს გვაქვს სიკვდილის ღიური, ხოლო მეორე მხარეს კოდი გიასი. ორივე ძალიან მაგარი ანიმეა და მსგავსები, ასე რომ არ გაგვირთულდება ამ ორი ანიმეს შედარება. მოდი დავიწყოთ. პირველი კრიტერიუმი ეს არის მთავარი პერსონაჟი. ამ შემთხვევაში არიან, რა თქმა უნდა, ლაითი აგამი და ლულუშ ლამპერუჟი, ლულუში ბრიტანია, როგორც კიდეც ისე დაუძახეთ. ამ ბრძოლაში იმარჯვებს ლულუში, რადგან ის არის უფრო თავგანწირული, უფრო გამორჩეული თვისებებით, უფრო ნაკლებად, ადამიანურია, უფრო ნაკლებად სასტიკია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანი მოკლა მანაც. ის მზად იყო, რომ ამისთვის პასუხი უნდა იგო, ხოლო ლაითი არა. თავიდანვე ლულუში ამბობდა, რომ ყველა ვინც ისვრის იარაღს მზად უნდა იყოს, რომ თვითონ მოკვდეს. და ლაითი თავიდანვე იმ შეცდომებისთვის, იმ კვლევებისთვის, რაც გააკეთა, ასე ვთქვათ, გამოსასყიდს ელოდა და გამიზნულიც ჰქონდა, იცოდა და ძალითვე მან, ასე ვთქვათ, დაიბრუნა, გამოასწორა თავისი შეცდომები და მთელი სამყარო ზიზღი გააქრო, ხოლო ლაითმა რეებიც გააკეთა, მთელი სამყარო ჰაერში რო აწია და ამდენი ადამიანი მოკლა და ასე შემდეგ. არაფერი, თავი ეგონა ღმერთი და რა თქმა უნდა ვერ იყო ღმერთი, დაიჭირეს და ასე შემდეგ. ლულუში უფრო ადამიანური იყო და უფრო ის თვისებები, რაც ჩამოუთვალეთ. და თან ყველაფერი, თითქმის ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა, იყო ლულუშის გეგმის ნაწილი ყოველთვის, ხოლო ლაითთან მიმართებაში ეგრე არ იყო, იმიტომ რომ მაგალითად გამოსდნენ ელი, რომელმაც ბევრი ისეთი რაღაც გააკეთა ძალიან, რაც ლაითს არ ეგონა რომ მოხდებოდა, ასევე ნიერმა, მელომ და მოკლედ ბევრი ისეთი რაღაც ხდებოდა, რაც მის გეგმას ცდებოდა და მის გეგმაში არ იყო, თუმცა ლაითს მაინც თავი ყველაზე მაგარი ეგონა, ასე რომ ეს კრიტერიუმი წაიღო კოდი გიასმა. მოდი, ამდენს აღარ ვილაპარაკებ, რადგან ვიდეო ძალიან გაგვეწელება. მეორე კრიტერიუმი ეს არის მეორე ყველაზე მთავარი პერსონაჟი. ერთ მხარეს ხადია ელი არის, ხოლო მეორე მხარეს არის კურურუგი სუზაკუ. ეს ბრძოლა სასაცილოც კი არ, რა თქმა უნდა, ელი უფრო ელი იმარჯვებს ამ ბრძოლას, რადგან ელი უფრო დამახასიათებელი არის, ელი უფრო გამორჩეულია, კრეატიულია, განსხვავებულია, ელს უფრო დიდი შანსი ჰქონდა ლაითთან, ვიდრე კურურუგ სუზაკუს ლულუშთან. თან სუზაკუ მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით ახერხებს ყველაფერს, რაც ახერხებს და რა თქმა უნდა, გონებრივი ფიზიკურზე მაღლა, ამიტომაც ძალიან მარტივად ელი იმარჯვებს. და ეს კრიტერიუმი წაიღო სიკვდილის ღიურმა. რადგანაც ამ ორ ანიმეში თითქმის არც ერთში არ არის გამორჩეული მესამე პერსონაჟი, რომ ვთქვათ, რომ მესამე ყველაზე მთავარი პერსონაჟი ეს არის, როგორც დაუშვათ One Piece-ში ვიტყვით სანჯიზე, იმაზე რა ქვია, ნარუტოში ვიტყვით საკურაზე და ასე შემდეგ, არ ყავს ესეთი პერსონაჟი. ასე რომ ეს კრიტერიუმი გამოტოვე და შემდეგი კრიტერიუმი არის დაწყება თუ როგორ იწყება ანიმე. ერთ მხარეს სიკვდილის ღიური იწყება ლაითის იდეოლოგიით და იმ სიკვდილის ღიურით გადასტვით და პირდაპირ ელთან ბრძოლა იწყება, ასე რომ მშვენიერი სტარტი აქვს, ხოლო კოდი გიასში ყველაფერი ძალიან შემთხვევით ხდება, სატვირთოში ჩავარდება, შემდეგ აღმოაჩენს, რომ იქ ტერორისტები ყოფილან და მოკლედ
სტარტი ყველანაირად ჯობია სიკვდილის ღიურის, ასე რომ ეს კრიტერიუმი წაიღოს სიკვდილის ღიურმა. რადგან წინა კრიტერიუმი იყო დაწყება, მოდი ენდინგი, ანუ დამთავრება შევეხოთ. ერთ მხარეს გვაქვს სიკვდილის ღიური, სადაც ლაითი ჩაფლავდა, ნიერმა გამოიჭირა ის და ლაით შემდეგ აი 300-ზენი ადამიანი არის უკვე და მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობს, სხვა აღარაფერი აღარ აინტერესებს გარბის და შემდეგ მის სიკვდილის ღმერთი ლიუკი ეუბნება რომ ციხეში დაგიჭერენ და მე შენ ამდენი ხანი ვერ დაგეულდებიო და სიკვდილის ღიურში ჩაძრას მის სახელს და ბოლოს მოკლავს. ცუდი ფინიში ნამდვილად არ არის, თუმცა თუ გადავხედავთ კოდი-გიასის ფინიშს, სადაც მთლიანი ლულუშის გეგმის დასასრული არის, ყველა ადამიანი შეიზიზღა უკვე ლულუშმა და შემდეგ დროა რომ მოკვდეს და მათი ზიზღი გაქრეს, რომ ეს ზიზღის ჯაჭვი და შურისძიების ჯაჭვი გაქრეს. ამას თავის თავზე იღებს ლულუში და ბოლოს ძალიან მწარე და ტკივილურ ემოციებს ვიღებთ, ასე რომ ეს კრიტერიუმი წაიღო კოდი-გიასმა. რადგან ბოლოს ემოციებზე ვილაპარაკეთ, მოდი ახლა ემოციებზე გადავიდეთ. შემდეგ კრიტერიუმი, როგორც მივხვდით, იქნება ემოციები და ეს არის საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა, თუმცა მაგალითად სიკვდილის ღიურში, როდესაც კვდება ელი, ალბათ ძალიან ბევრს გვეწყინა და მივიღეთ მწარე და მტკივნეული ემოციები. ლაითის სიკვდილზე მეეჭვება, იმიტომ რომ ბოლოს უკვე არა ადამიანური არის და ძალიან ამაზრზენი პიროვნება ხდება, მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს მამამისის სიკვდილის შემდეგ და ანუ ის არ გვეწყინა. ხოლო კოდი-გიასში არის ძალიან ბევრი ისეთი პერსონაჟის სიკვდილი, რომელიც გვეწყინა. შეიძლება დეზნოუთიც არის რაღაც ისეთები, მაგალითად მისორო ნაომის სიკვდილი გვეწყინა ან რეიპენბერის, მაგრამ დაუშვათ კოდი-გიასში როგორც გვეწყინა შარლის, კლოისის, ანუ ის პრინცების დედამისის ლულუშს აღარ მახსოვს რა ქვია, ლეიდი მარიანა, მამამისის სიკვდილი, ნანალის ის ასე ვთქვათ, მთელი ემოციები რასაც გრძნობს, არ ვიცი ეგ როგორ ავხსერო, ლულუშის სიკვდილი თავისთავად თან სუზაკუმ რომ მოკლა და ასე შემდეგ სისის ტკივილი, მოკლედ, ძალიან ბევრი ემოცია, ასე რომ ემოციურობით კოდი-გიასმა გაიმარჯვა. შემდეგი კრიტერიუმი არის კრეატიულობა და მოდი შევადაროთ. სიკვდილის ღიურში არიან ბევრი სიკვდილის ღმერთი, თუმცა ყველას აქვს იგივე ძალა, ანუ სიკვდილის ღიური აქვთ და სიკვდილის ღიურის წესები და ასევე არიან უკვდავები. ერთადერთი ადამიანის სიყვარულით შეიძლება მოკლა. ხოლო კოდი-გიასში აი აქ ხედავთ, მე მგონი ყველა გიასის მომხმარებელს და სულ ყველას აქვს განსხვავებული ძალები. ამათ ძალიან ბევრი და სხვადასხვა ძალები აქვს, სისუსტეები, სიძლიერეები, აკონტროლებენ თუ არა, ასე შემდეგ, თვითონ სისამყარო, ღმერთი, აკაშას ხმალი და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რაღაც არის, ასე რომ კრეატიულობაში ისევ და ისევ მოიგო კოდი-გიასმა. შემდეგ კრიტერიუმს არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ რა ქვია, თუმცა აი ეს, ანუ მაგალითად გაიგივება პერსონაჟი საკუთარ თავთან. ანუ ლაითის შემთხვევაში და სიკვდილის ღიურის შემთხვევაში ჩვენ თავს ვაიგივებთ ლაითთან, რომ სიკვდილის ღიური რომ ჩამოგვივარდეს, აი ესეთი ძალაუფლება რომ მქონდეს, გამოვიყენებდით თუ არა და ამებზე ვფიქრობთ, ხოლო კოდი-გიასის შემთხვევაში ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ მხოლოდ ვუყურებთ, ლულუშის შემთხვევაში რას ვიზავდით, ეგ მაგაზე უფრო ნაკლებად ვფიქრობთ, ვიდრე სიკვდილის ღიურზე. თითქმის არ ვფიქრობთ. ასე რომ სიკვდილის ღიური ამ კრიტერიუმში უკეთესია. შემდეგი კრიტერიუმი არის ეგრეთ წოდებული mind blow, როგორც ჩვენ ვიტყოდით და ეს ნიშნავს, რომ ანუ რაღაც რომ ძალიან გაგიკვირდება და შენ გონებას რომ ვაუ ეფექტი ექნება. ესეთი კრიტერიუმი ძირითადად არ გამოიყენება ხოლმე, თუმცა ამ ორ ანიმეში ორივეში არის, ასე რომ გამოვიყენოთ. კოდი-გიასში ვაუ ეფექტი ძირითადად რაზეც აქვთ ხოლმე მაყურებლებს, ეს არის მაგალითად ჩარლზი ბრიტანიას რომ სისისავით გიასი ექნება, ლულუში რომ მეორე გიას გახსნის, იუფემიაზე შემთხვევით რომ გამოიყენებს და ანუ ეს არის რომ არის კი mind blow-ები აქვს. თუმცა სიკვდილის ღიურში მაგალითად ლაითი რასაც უზავს ლაითს რასაც უზავს თავიდან ელი, რომ გამოვა და მე ვარ ელი და მიდიაბა ჩემი სახელი თქვა, თავის სახელი თქვა და მიდიაბა მომკალიო, იმანაც ფერე მოკლა.
უშორთ არ უთქვია ჯერ შემეშალა კიდევ ერთხელ მაპატიეთ, ჯერ არ უთქვია მომკალიო. გამოვიდა და მე შენ აუცილებლად დაგიჭერო რაღაცები ილაპარაკა თავისი ნამდვილი სახელით და სახით. შემდეგ ლაითმა ის მოკლა და ელმა ამით დაასკვნა, რომ სახის გარეშე სახე უნდა სოდნოდა რომ მოეკლა, ასევე სახელიც და რომელიღაც რაიონში გაუშვეს მხოლოდ და მხოლოდ ეს ტელეგადაცემა თუ რაც იყო და ასე უნდა ჩამოიარათ. ხოლო ლაითმა რადგანაც მოკლა მისი სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ეგზონო დააპატარავა და გაიგო რები სჭირდებოდა იმისთვის რომ მოეკლა ეს ყველაფერი პირველივე გამოჩენაზე და შემდეგ არის უკვე ეს ყველაფერი რაც ხდება ლაითი მისას იყენებს მის ორა ნაომი ლაითის კვალზე გადის ელმა იქ წინასწარ რო იცის რომ მოკვდება ეგ უკვე ძალიან ის არის ხო ნუ რემი რო ელს მოკლავს ეგ არ ვიცი რამდენი თითულება ნიერი რო იქ სიკვდილის ღიურს გააჭრობს და ეს არის ნამდვილი სიკვდილის ღიურიო და ასე შემდეგ ანუ კოდგიაშიც არის ნამდვილად კარგი mind blow ეფექტი თუმცა ეს კრიტერიუმი მაინც მოიგო სიკვდილის ღიურმა შემდეგი კრიტერიუმი ეს არის სიმბოლიზმი თუმცა სიმბოლიზმი შეგვიძლია ორ სხვადასხვა კრიტერიუმად გავყოთ და რას ნიშნავს ეს არსებობს ორი სახის სიმბოლიზმი ერთი არის სულიერი ერთი უსულო მოდი დავიწყოთ უსულოთი. სიკვდილის ღიურში უსულო სიმბოლოები არის ძირითადად თვითონ სიკვდილის ღიური, ელის ლოგო, ნიერის ლოგო და დიდი არაფერი ისეთი. ხოლო კოდი გიასში არის, ნუ რა თქმა უნდა, გეასი კოდი, ანუ რაც ხელზე აქვს სისის და ჩარლს და ასე შემდეგ, ის ყველაფერი აკაშას ხმალით სიმბოლოა, რომ იცოდეთ თვითონ ის პორტალი, სადაც აკაშას სამყაროში გადადიხარ უბრალოდ სის სამყაროში ნაითმიარების სიმბოლო და აი ძალიან ბევრი სიმბოლოა. ამიტომაც უსულო სიმბოლოს კრიტერიუმი წაიღო კოდი გიასმა. ალბათ ყველა მიხვდით სულიერი სიმბოლო არის შემდეგი კრიტერიუმი, სადაც კოდი გიასში თითქმის არ არის. აი მე მაგალითად მხოლოდ ერთი შემჩნევა შევძელი, ეს არის მაო რომელიც აღნიშნავს იმას თუ არ გამოასწორე შენი წარსული შეცდომები ამ შემთხვევაში ანუ მომავალში უფრო დიდზე და ცუდად დაგიბრუნდება ამას აღნიშნავს მაო რომ წარსული შეცდომები უნდა გამოასწორო ანუ მოკლედ მაო აღნიშნავს წარსულ შეცდომების დაკიდებას ეგრეთ წოდებული ანუ არ გამოსწორებას მაგრამ სიკვდილის ღიურში ეს ძალიან ბევრია მაგალითად მის არის შეშლილი ფან ბაზა რომელსაც სიკვდილის ღიური უყვარს ძალიან ბევრს თუმცა ისე უყვარს რომ ვერ ხვდებიან რა არის ანუ უბრალოდ უყვართ როგორც მისას ლაითი რიუკი არის დამკვირვებელი ანუ ჩვენ ვინც ვუყურებთ ხალხს ანუ დააკვირდით და მიხვდებით და უფიქრდით ცოტა მაგალითად კიდევ სოიჩირო იაგამი არის ლაითის მორალი და ეს რატომ ამას აგიხსნით ლაითი თავიდან სულ იძახის რომ მე ვარ მართალი და გავიმარჯვებ აი ამას იძახის ხოლო სიკვდილის შემდეგ მამამისის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ იძახის რომ გავიმარჯვებ ანუ სამართალზე საერთოდ აღარ ლაპარაკობს ამიტომ ეს არის მისი მორალი მამამისი არის მისი მორალი ადამიანის სახით აი ასეთი არის ძალიან ბევრი სიკვდილის ღიურში ასე რომ სულიერი სიმბოლიზმი წაიღო სიკვდილის ღიურმა ამ დროისთვის კრიტერიუმების ანგარიში არის 5-5 სულ 10 კრიტერიუმი ჩამოთვალე ჯერჯერობით დარჩენილია მხოლოდ ერთი კრიტერიუმი ეს არის წელვადობა ანუ რამდენად გაწელილია ანიმე ეს არის ძალიან მარტივი კოდი გიასი არის 48 სერია სიკვდილის ღიური არის 40 სერია 48-40 არის 8 ამიტომ კოდი გიასი 8 სერიით უფრო გაწელილია ამიტომ ეს კრიტერიუმი წაიღო სიკვდილის ღიურმა და სიკვდილის ღიურმა მოიგო 6-5 ანგარიშით კოდი გიასთან თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სიკვდილის ღიური ბევრად უკეთესია მხოლოდ 8 სერიის გამო მოუგო ამიტომ თქვენ თუ კოდი გიას გიჩვენიათ არ არის დიდად ეგ პრობლემა რადგან დაახლოებით თანაბარი დონის ანიმეებია და ეს შედარება უკვე დასრულებული და განხილულია ეს არის შემარხზე ყველაზე დიდი ვიდეო ასე რომ ამ შრომისთვის იმედი მაქვს რომ დალაიქებთ ამ ვიდეოს თუ არ გაქვთ გამოწერილი არხი ამ შემთხვევაში გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები ეს ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა თქვენ კომენტარებში დამიწერეთ თუ შემდეგი რა შედარებაზე გადავიღო ვიდეო ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში ნახვამდის